ამასობაში უისტორიულესი პროცესი ხო მიმდინარეობს, უისტორიულესი ამბავი ხო მოხდა მილიონ ლარზე მეტი უკვე შეგროვდა ილიაუნის სტუდენტების თაოსნობით და ინიციატივით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დახმარებას, ემპათიას, სიყვარულს, სითბოს, ყურადღებას საჭიროებენ და რასაკვირველია საჭიროებენ ნამდვილად. დამოუკიდებლად იმისა ეს წამალი, რომელიც ამ თანხმობის შორის ვერც იქნება შეძენილი. ეს წამალი არის თუ არა ეფექტური, იქნება თუ არა ეფექტური, უკვე მომავალში თუ ხელისუფლება წოდებული ბანდა გამოყოფს თანხას, ამის მიუხედავად ესენი ბავშვები და მათი მშობლები საჭიროებდნენ და საჭიროებენ ყურადღებას, მეტ სიყვარულს, მეტ სითბოს, მეტ ემპათიას. მაგრამ ამაზეც არ ვაბახვილებ ახლა ყურადღებას ამ შემთხვევაში მე ყურადღებას გავაბახვილებ თქვენის ნებართვით საცობს და ქართულად კიდევ არ არის სათანადო სიტყვა ეს საცობი, როგორც ასეთი პროფკაზი, აი ხელისუფლებასთან პროფკასავით მორგებულ ბიზნესზე, ბიზნესის იმ სახელისუფლო ხაზგასმით ვამბობ წარმომადგენლებზე, რომლებიც ელოდებიან ინსტრუქციას კობახიძისაგან თუ მდინარაძისაგან თუ სხვებისაგან იმის თაობაზე, რომ მათაც გაიღონ, არ ვიცი, 100 ლარი, 200, 500, 5000, 10000, 20000 რისი შესაძლებლობაც აქვთ. ისინი პოზიციონირებენ ასე, რომ არიან უაღრესად სწორი მოქალაქეები, უაღრესად ხელგაშლილები, კეთილშობილები, სულგრძელები, მაგრამ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ასე მაგალითად ერთ მაგალითს დავასახელებ. კომპანია ვისოლი უბრალოდ არ იღებს. იმიტომ კი არა, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა რეალურად არ აქვთ. არამედ იმიტომ, რომ ეშინიან ერთად მეორე ძმა ფხაკაძეს, რომ ამას ყველაფერს გააკონტროლებს ასე მაგალითად გელაძე თუ მდინარაძე ეს ნაჩალნიკი როა გენერალად წოდებული და შესაბამისად რომელიღაც ეტაპზე საყვედურსაც კი გამოუცხადებს, რატომ დაეხმარა იმ ბავშვებს. და თვით ინიციატივით არც ერთი ძმა და არც მეორე და რაც გადავეკიდე ახლა ძმებ ფხაკაძეებს, არამედ სხვებიც, რომლებიც ბიზნესში არიან, როგორც ხაზგასმით ვამბობ, საცოფროპკები არიან ხელისუფლებისა, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ისინი ვერ იღებენ და ვერც მაგალითს იღებენ სხვებისაგან შედარებით პატარა ბიზნესის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც თავის მხრივ უკვე შემდგომ აი ამ პროცესის განმავლობაში შედარებით აქტიურები გახდნენ და ერთმა ორმა კომპანიამ სამმა, ვისაც რა შეეძლო იმის გაღება გადაწყვიტა ამ ბავშვებისათვის, რომლებიც მართლა იტაჯებიან, მე არ ვიცი. გულახდილად გეტყვით ეს წამალი, აი გულახდილად ვიტყვი, ეს წამალი უშველის თუ არა ბავშვებს, წამალი, რომელიც ამ თანხით შეძენილი არც იქნება კარგად უნდა გვესმოდეს ეს ყველაფერი სახელმწიფომ თუ არ გაიღო ბევრი და ბევრი მილიონი, ის წამალი, რომელსაც ითხოვებს მშობლები, უბრალოდ შეძენილი ვერ იქნება, მაგრამ თავად ფაქტია საინტერესო, რომ მილიონი ლარი და მეტი შეგროვდა ამ ბავშვებისათვის და მოქალაქეები ერთმანეთის მხარ დადგნენ და პირველ ყოვლისა დადგნენ ამ ბავშვების და მათი მშობლების მხარ და სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს დანარჩენ საზოგადოებას, ქვეყანას, საკუთარ თავსაც, მეგობრებს, მეახლობლებს და ისტორიაში ჩაიწერენ, როგორც პირები და ბიზნესის წარმომადგენლები, ანუ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც შეუძლიათ მხარდაჭერა და ემპათია, აი ესოდენ სერიოზულ კრიტიკულ დროს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე არ ვიცი ეს წამალი ეფექტური იქნება თუ არა, თუ შეიძენს ოდესმე, მაგრამ საწამლავი რომ არ იქნება, ეს კი ფაქტია და საწამლავი რომ არ იყოს კი არა, რომ არ იქნება საწამლავი, თუნდაც სწორედ ამიტომ უნდა იყოს შეძენილი ეს მრავალმილიონიანი, მაგრამ გარდაულად აუცილებელი წამალი ამ ბავშვებისათვის. მაგრამ ბიზნესზე ვლაპარაკობთ ახლა და კონკრეტულად ძმები ფხაკაძეები ვახსენე და ვისოლი ვახსენე, კომპანია ვისოლი, არა, მარტო მასზე არ არის საუბარი. საუბარია სახელისუფლო პროფკა ბიზნესზე, რომელიც თავით ინიციატივით ვერ გამოირჩევა და არ გამოირჩევა, იმიტომ რომ დაშინებული და დამფრთხალი. ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, როგორ არის დამონებული და ვალადებულებით დამოკიდებულებაში ყოფი ბიზნესი. აი მაგალითად პარლამენტში მოკალათებული ბევრი მილიონერი სისულელებს რომ ბჟოტიელობენ, თუ ბჟოტიელობენ რამეს, სისულელებს ლაპარაკობენ. ბევრი 40-მდე მილიონერი ყავს თუ არ ვწდები. აგრეთვე ტენდერებში გამარჯვებულები, აგრეთვე ხელისუფლებასთან აღებისებობაში გარკვეულწილად მყოფი ბიზნესმენები. ყველას დასახელება ცხადი არ შემიძლია, მაგრამ ბევრის დასახელება ასე მაგალითად სამშენებლო ბიზნესის დაკავებულების დასახელება რომ შემიძლია, რომელთაც
შეუძლია თითოეულ მათგანს უხეშად 10, 20 თუ 50,000 ლარის გაღება ამ ბავშვებისათვის ჩუმად, ხაზგასმით ვამბობ, ჩუმად ისე რომ არც მოხდეს მათი გამოფენა, გამოჩენა, დაავალონ მძღოლებს, დაავალონ ახლობლებს, დაავალონ მეგობრებს, მიდი რა, ამათთვის გადაიხადე. პირობითად ლაპარაკობ, რომ არ გამოჩნდე და რომ არ გამოჩნდეს და აი არ იყვინოს ჩემმა გადახდილებათან ხომ მაგალითად გადაიხადე 5,000 ლარი. ხომ მნიშვნელოვანი ისინი ხომ იქნებიან ღვთის წინაშე მართლებით ვალიცელი თავარ ეპისკოპოსი ზენონი არაჯული, რომელიც ბოლო პერიოდია განსაკუთრებით, თუმცა პასიური არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ მაინც ბოლო პერიოდიაში პატრიარქ შიო მესამეს არჩევის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურია. შემდეგ რამეს ამბობს, გთხოვთ, გავხდეთ იმედის ნაწილი. ნახეთ, იმედი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვისაც, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან და იმედს რომ მისცემ ბავშვს, იმედს რომ მისცემ მოქალაქეს, იმედს რომ მისცემ თანავე მამულეს, ადამიანს. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამანაც კია ესეთ რამეს უცნაურს ცოტა, ამანაც კი შეიძლება გაუხანგრძლივოს სიცოცხლე, ამა თუ იმ ერთ ავადმყოფს ამ შემთხვევაში იმედის ნაწილი იმ ბავშვებისათვის, რომლებიც სიცოცხლისათვის ბრძოლას საკუთარ ბავშვობასთან ერთად სწავლობენ, საკუთარ ბავშვობასთან ერთად სწავლობენ სიცოცხლისათვის ბრძოლას. არ ჩამორჩა ზენონი არაჯულის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ანუ ბიზნესმენებსაც, მხაკაძეებსაც ვუტრირებ ახლა ზოგადი სახელით, ზოგადი სახელდებით მხაკაძეებსაც გულისხმობს მათ შორის, ვისაც გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში, მაგრამ ამ მოძრაობაში ბიზნესი არ ჩაერთვება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ გონიათ რომ Big Brother ამ შემთხვევაში Big Brother-ი, ანუ დიდი ძმა, უფროსი ძმა არის დინარაძე, დინარაძის ზემოთ კობახიძე, კობახიძის ზემოთ ივანიშვილის ზემოთ ვინმე ივანოვიტო პეტროვი FSB-დან და ივანო პეტროვის ზემოთ კი პრეზიდენტი პუტინი შლეგი ლიდერი რუსეთისა, ისინი აკონტროლებენ და აქედან გამომდინარე ნაბიჯს მარტივსაც კი უმრავლესობა მათგანი ყოველ შემთხვევაში ვერ გადადგამს. თუმცა აქვე ვიტყვი ობიექტურობისათვის, რომ მე ვიცი, აი მაქვს ინფორმაცია იმ პირების ხელისუფლებასთან ყოფი ბიზნესმენების, მაგრამ აი ესე მაინც და მაინც არა მაინც და მაინც გადაფსკვნილების, არამედ უბრალოდ ქართულ ოცნებას უფრო ივანიშვილს რომ უჭერეთ მხარს იმ ადამიანების რამდენიმე ბიზნესმენის თაობაზე, რომლებმაც ჩუმჩუმად ხაზგასმით, ისე რომ არ გამოჩენილიყვნენ ხაზგასმით, ვამბობ, აი ეს არ ვიცი ოღონდ თანხის ოდენობა, გადაიხადეს, გაატანეს 5-7 თუ 10 ნაწილად გაყვეს გადასახდელი თანხა თუ მომართებული სიტყვა, ეს საერთოდ გაატანეს საკუთარ მძღოლებს, ოჯახის წევრებს, არა ახლობლებს და ასე შემდეგ და უთხრეს რომ გადარიცხე, არა მაინც და მაინც ჩემი სახელით, არამედ გადარიცხე, იმიტომ რომ მე ვიყო ღვთის წინაშე მართალი, მაგრამ აქციაში აქ იგითხარით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კი არა, ობიექტურად მხაკაძეები კონკრეტულად და მხაკაძეები ზოგადად, ანუ ხელისუფლებასთან აღებ მიცემობაში მყოფი ბიზნესმენები ვაგლახ და სამწუხაროდ არ არიან. მოკლედ, ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი წერს, ჩავერთოთ ამ მოძრაობაშიო, გავერთიანდეთ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ღვთისთვის სამადლო საქმეა სწორედ ეს და არა საქართველოს მიერ ქრისტიანობის მოპოვების 1700 წლის თავის ასე პომპეზურად აღნიშნა და ამ სიკეთის ქმნით შევეწიოთ საკუთარ, ეს მნიშვნელოვანი აქცენტია, საკუთარ სულებსაც მე არ ვიცნობ ამ კაცს, ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს, მეცაც გეტყვით, არა მარტო არ ვიცნობ, არამედ რაც კი მსმენია თითქოს სტერეოტიპულად ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, მაგრამ ეს სიტყვა ღვთისშვილისა, გიორგი ჯამდელიანისა, კი მნიშვნელოვანია მარათონში ბავშვებისათვის, აქ გითხარით, $1,000,000 ლარზე მეტი შეგროვდა და მათ შორის დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად კამპანიას კიდევ 6 კომპანია შეუერთდა. მოეძრაობა დაიცავა ილიანის წევრებმა უწყვეტ ლაივში მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისათვის უკვე $1,000,000 ლარი შეაგროვეს და უერთებიან იკანი, შინარი, ჯოვანი მორა, რჩეული, ბავშვების მხარდასაჭერად ომნიბუსი, სტიმი და ასე შემდეგ და კიდევ ერთი. აი ესენი ხო უერთდებიან, მაგრამ აი ამ კაცის, ახლა გაჩვენებთ ფოტოს, მიერ გაღებული $100 ლარი გაცილებით მნიშვნელოვანია, მეთქი არა ნაკლებია, მოდით უგნებავთ, ასე ვიტყვი, ეს არის 84 წლის კაცი, სახელის და გვარის წერია თუ არ ვწდები, ეს არის მოქალაქე, არ წერია სახი, კანცელარიასთან ასაკოვანი კაცი მივიდა, ჩარიცხვა არ ვიციო და $100 ლარი მიუტანა მშობლებს, ესეც უმნიშვნელოვანესი ამბავია, აბარა. ზენონი არაჯულის სტატუსი კი წაგიკითხეთ და ნიკო კვარაცხელიას, აი ამ ვარსკვლავ ბიჭუნას
რომელიც მოკლეს იცით თქვენ სახელობის ფონდი ნიკოლოზობას გილოცავთ და უერთდება მარათონს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად წერია ფონდის განცხადებაში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების საჭიროებისათვის საფრთხემოქმედო ონლაინ მარათონი სტუდენტებმა უკვე 2 დღეზე ნაკლები 2 დღეა უკვე რაც წამოიწყეს და გროვდება თანხი მე ამასობაში ჩავხედავ კიდევ ვიშლისტი ასე მაგალითად შემოსული რეალიზაციის 5%-ს ბარბარეს და ნინოს ფონდის სახელით სრულად გადავრიცხავთ დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში და ეს წვრილი ან შედარებით წვრილი ბიზნესის წარმომადგენლები ცოტა აქტიურები არიან მაგრამ აქ იკითხავთ ეს ხო მნიშვნელოვანია სოლიდარობა მათი და მათი მხარდაჭერა თანადგომა ისევე როგორც რიგითი მოქალაქეებისა მე არ მინდა შემეშალოს კი არა სადღაც ეწერა და შესაძლოა ეს ინფორმაცია სწორია დაახლოებით 70-80,000-მა მოქალაქემ გადარიცხა 80,000 მოქალაქის სურგ-სუკარ კიდე 200-250,000 მოქალაქეა და აი ამ ჯამში უხეშად 300,000 მოქალაქიდან თუ ნახევარი გამოვა ქუჩაში 26 მაისს და ბარემ ვიტყვი ამასაც ეს იქნება ძალიან მაგარი ეს პოლიტიკური პროცესიც არის მეგობრებო არაპარტიულ პოლიტიკური არამედ კონცეპტუალურად პოლიტიკური ფართო გაგებით პოლიტიკური ამ ყველაფერს უნდა გადახვეს ირაკლი კობახიძის მთავრობა იმიტომ რომ არაადეკვატური იყო იმიტომ რომ დაიგვიანა იმიტომ რომ კომუნიკაცია ის უნარი არ აღმოაჩნდა მოქალაქეებთან ამ შემთხვევაში ესოდნენ გაჭირვებულ ესოდნენ შეჭირებულ ესოდნენ მტკივან გულმტკივან ადამიანებთან ესეც რომ იცოდეთ ამასობაში გახსნის ალბათ მაგალითად ვერესკული ვერთდებით ილიაულის სტუდენტების მარათონს და ვრიცხავთ 2000 ლარს მაგალითად ლილატი მაგალითად ყვითელი მთვარე მაგალითად ჰებე მაგალითად ამორე მაგალითად ზოდი მაგალითად ლილია ეს არ ვიცი ნობელი კომპანია ეს არის gift hub-ი ეს არის GG და სხვები და ამასობაში კიდევ გახსნის იმედი მაქვს სხვადასხვა ეს ვიშლისტი გახსენეს სხვადასხვა კომპანიებს საბა ესეთი კომპანია კი არა ხო ბავშვთა დაცვის კვირეულთან დაკავშირებით საბა 23 მაისიდან 1 ივნისამდე შეძენილი თითოეული გამოწერისას სერვისის საფასურიდან 1 ლარს გადარიცხავს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ესე იგი საბათს ეხმარება ასევე ეხმარება არ მინდა შემეშალოს და ბიბლუსი ასევე ეხმარება ქარექს ავტო რომელიც ყოველი შეწყვეტილი ავტომობილიდან 100 ლარი გადაირიცხება ფონდში ანუ რამდენიც მოხდება და ეს არის სიხარული ილიაულის მადლობა სათქმელებს აი ანტიფხაკაძეები ანტი ივანიშვილები პირველ ყოვლისა ვინ არიან ეს არის პოლიტიკური პროცესი კიდევ ერთხელ ვიტყვი და თუ უხეშად 80,000-მა თუ 100,000-მა მოქალაქემ გადარიცხა შეკრიბა ეს დაახლოებით მილიონი კი არა მილიონზე მეტი ლარი იმის ნახევარი იმის მესამედი 30,000 კაცი რომ გამოვიდეს და პოლიტიკურ პროცესში გადაზარდოს ეს ყველაფერი არა პარტიულ პოლიტიკურ პროცესში არამედ მოითხოვოს რომ ეს ბანდიტი კობახიძე აქამდე არაადეკვატური იყო არა მხოლოდ წამლების შეძენის არა მხოლოდ თანხის გამოყოფის არამედ იმ კუთხითაც რომ კომუნიკაციაც კი ვერ დაამყარა სათანადო და ჯეროვანი ემპათიაც კი ვერ გამოხატა ბავშვების და მშობლების მიმართ აი ამის გამო უნდა გადადგეს იმიტომ რომ ხვალზე ესეთი პრობლემა იქნება და ასეთივე სისტემურ ჩავარდნასთან გვექნება საქმე თუ კობახიძე დარჩება და აქვე ვიტყვი რომ ივანიშვილი ჩემი მოსაზრებით თუმცა შესაძლოა ვცდები ერთგვარად იზოლებული და ვალდებული იქნება ხელი შეაწმინდოს ვინმეს და ეს ვინმე რასაკვირველი არის კობახიძე რომ ასეთი არაემპათიური ასეთი გამეხებული თუ გახევებული პირი რომელიც აჩვენებს რომ ფეხებზე კიდია ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ანუ არანაირად არ არის შეწუხებული ქარექს ავტოს თაობაზე მოგახსენეთ ყველას ვერ ჩამოვთვლი ავტოჰოუმი ესეთი კომპანია ბარემ მას ისიც ვახსენოთ ფოტოცენტრი არტარეა ესე იგი არტე აი იზპოსტერი ჩიკატაი ესენი უერთდებიან გამომცემლობა ინტელექტი უერთდება ნახეთ რა უპრეცედენტო სოლიდარობაა მართლაც ხო სხვებიც გაიხსნება ამასობაში ფორმულას ვებ სოციალური მედიის გვერდზე ვარ და წიწილა არ მინდა შემეშალოს და ჩემი აწუხე ყოფილი კოლეგის არის თუ არ ვწდები ეს რატი წერავასი შესაძლოა ვწდები და თუ მისია ვუდასტურებ პატივისცემას ფოცვად ნებისმიერ შემთხვევაში უპასუხო ვუდასტურებ პატივისცემას მაგრამ აქ მაინც ესეც თქვათ რამ flow magazine ესეთი კომპანია და ბურატინოს სათამაშოები ნახეთ რამდენია და რა მაგარი ამბავია ეს ყველაფერი
რა მაგარი ამბავია და აი ამ ბავშვების გასახარად ღირდა ეს ყველაფერი სხვა თუ არაფერი და კიდევ ერთმანეთის დასანახად ღირდა რომ ვიცოდეთ მაინც ბიზნესი და ივანიშვილი იძულებული იქნება ჩემი მოსაზრებით რომ დაკლას პოლიტიკურ დაკლას გულისხმობ ანუ შესწიროს ამ პროცესს ირაკლი გობახიძე და დააკისროს მთელი პასუხისმგებლობა მას და სწორიც იქნება და მის ნაცვლად მოიყვანოს როგორ თქვა ახლა ვინმე ტექნოკრატი პირი რომელიც შედარებით კი არა ნამდვილად ადეკვატური იქნება ამ პრობლემასთან მიმართებაში თავიდან ბოლომდე ანუ სახელმწიფო გამოყოფს გარკვეულ თანხებს დასაკვირველია მთელი კონტრაქტებით, მთელი პასუხისმგებლობით, მთელი პასუხისმგებლობის გადანაწილებით სწორი ფორმით, მოდი ვიტყვი ასე, არც ერთ შემთხვევაში არ იტყვის ასე თქვა ბანდიტმა ბოჟაძემ, რომ ეს არის საწამლავიო, ეს საწამლავი არ არის ნებისმიერ შემთხვევაში ეს წამალი სულ ზე ეფექტური არ იყოს, გარკვეულწილად ეფექტური იქნება ყოველ შემთხვევაში, არაეფექტური ნამდვილად არ იქნება და ღირს 70 თუ 40 მილიონის გაღება, თუნდაც არაეფექტური, მაგრამ სიცოცხლეს რომ გაუხანგრძლივებს ბავშვებს იმ წამალზე წამლისათვის ეს მეორე საკითხი და მოგიდვათ იმის სხვაშორის ასამბობენ გარკვეული ექიმები მათ შორის ხელისუფლებასთან კოლაბორაციაში მყოფები მათ შორის უცხოეთში მყოფები რომლებიც ისე ჩამოაყალიბებენ ხოლმე წინადადებას რომ თავსა და ბოლოს ვერ გაიგებ და ხვდები რომ მათი თვით ინიციატივა კი არ არის ეს უმრავლეს შემთხვევაში არამედ ეს არის რაღაც სახელისუფლო დავალება რომ ახლა დისკრედიტაცია მოახდინონ ამ წამლისა და ამ პროცესისა. Ძალიან აღარ ლაპარაკობ საზმაუზე, რუსთავიურზე, სიტყვას რომ არა მოუღიათ. მათზე და ისევ ფხაგაძეები კონკრეტულად და ფხაგაძეები კოლექტივად კიდევ ერთხელ ვიტყვი მე ვიცი. ბიზნესმენი 2-3-4, ვინც და მეტიც არსებობს ამგვარი ეს მე ვიცი 2-3-ის თაობაზე, ვინც ხელისუფლებასთან არის, მაგრამ ჩუმჩუმად მათ თანხები გადაიხადეს, იმიტომ რომ მამუკა კონტროლებს და ღიად ვერ გამოჩნდა და არც უნდა გამოჩენილიყო. მაგრამ მე ვიცი ასევე ათეულობით ბიზნესმენი, რომლებმაც თანხა არ გადაიხადა. მათ კოლექტიური ფხაკაძეები და შეგნებულად ასე ვიტყვით დისკრედიტაციას ვეწევი კონკრეტულად ამ კომპანიისა, ვისოლისა თუ გდებავთ ასე ვიტყვი და ზოგადად ამგვარი პროფკა ყველა ხელისუფლებასთან პროფკა საცობი ბიზნესისა, რომლებიც რო შეიძლება ვითარება აუცილებლად ეცდებიან დალაგებას, არ ვიცი, პირობითად გვარამიასთან, ჩერგოლეიშვილთან, სააკაშვილთან, ხაზარაძესთან და ასე შენთან ვიყავი ბაბუკ, ამას ეთქვია და აუცილებლად არიცი როგორ გიჭერდი მხარს შენ ჩუმად კულისებში და ასე შემდეგ, არავინ. მათგან არც ერთი მათგანი არ უჭერდა მხარს მამუკა ხაზარაძეს, კი არა ლაპარაკი მაინც და მაინც. არამედ ღევანდელი ოპოზიციის არც ერთ კარგ და არც მეორე უკეთეს, არც ერთ ცუდ და არც მეორე უარეს წარმომადგენელს. ისინი იყვნენ უკაცრავად სიტყვისთვის შეტენილები ბიზინა ივანიშვილის ოცნებაში. და აქედან გამოტენვას ბედავდნენ, არაპირებდნენ და არც აპირებენ, არც ამ წამს და დამოუკიდებელ განაცხადებასაც კი, რომ აი ბავშვები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, მე არ ვაქვს ინფორმაცია ეს წაბალი უშველის თუ არა, არ ვენდობი სახელმწიფოს ბოლომდე, არ ვენდობი პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების ნავში მსხდომ ეგრეთ წოდებულ მედიკებს, ან ნამდვილ მედიკებს, მაგრამ არ ვენდობი, ოკეი, არის ოპოზიციის თუ დიუშენის, მაგრამ მე მაინც მივიღე განაცხადება, რომ სიმბოლური 100 ლარი 500, 1000 თუ 1897 გადავიხადო ამ ბავშვებისათვის, იმიტომ რომ მე ეს არ ბაზიარებს საბაგეროდ, მე იქნები ამ პროცესის, ამ თანაზიარობის პროცესის მონაწილე, ეს განაცხადებას კი მათ ვერ მიუღიათ, ამიტომაც ჩაიდეცხებით. ასე გეტყვით წესით და რიგით ჩაიდეცხებით, თორე ისე საბოლოო ჯამში არც მე ვიცი და არც თქვენ რა ბედი გველის. ხვალ, ნახვამდის.